გიაზო. აი ვერ მოვიცილე გამბავი. რამდენი წელია უკვე? ალბათ 1-15 წელია. რა რეაქცია გქონდა ხა? გეცინებათ? არანაირი ხა, იმიტომ რომ ყველაფერში არის რაღაცა სიმართლის ნაპერტკალი დევს. ამაშიც? ალბათ, ეხლა მე არა ვარ ის ქალი, რომ დავიბრალო, რომ აი ისეთი საყვარელი და კეთილი ვარ, რომ იმის იქით არ მიდის და ვიღაცამ ძალიან კარგად ერთ-ერთ ჯეოსტარის დროს რომელიღაცა მშობელი კიო და გიაზოქალი გაათრიეთ აქედანო და აი იმის მერე შემრჩა. სიმკაცრე ტელეიმიჯია? არა, მე საერთოდ იმიჯი არა მაქვს. მე რაც ვარ, ის ვარ. და ვერაფრით ვერ ვთამაშობ სხვას ვერაფერს. ვის მიმართ არ ხართ მკაცრი? ჯერ მინდა დავინახო უარყოფითი და მე მახარებს, როდესაც ვხედავ რომ ეს არ არის უარყოფითი და არის უამრავი კარგი თვისება. ადამიანს გულისხმობ. ამიტომ ეს რაღაცა ფარია ჩემთვის. ის რომ პირველი შეხედვით გავგიჟდი და გადავირიე ვიღაცაზე არ მაქვს. მაინც ჩასაფრებული მომენტი მაქვს. შეიძლება ეს სპეციალობიდან გამომდინარე არსებობს. არ ვიცი. მაგრამ აი ესე ჩემი ცხოვრება. ინტერესდებით რას ფიქრობენ თქვენზე გარშემოყოფები? რაღაცა პერიოდი, როდესაც აი ძალიან დიდი ანტიფიარი წავიდა ჩემზე, ძალიან იმოქმედა ამან. იმიტომ რომ სულ ვამბობ, რომ მე ვიყავი განებივრებული ადამიანი, ხალხის სიყვარული. და რაღაცა ჯგუფმა რო დაიწყო ეს ანტიფიარი, მართალია ისიც ვიცი, რომ ანტიფიარიც ფიარია და შავი ფიარიც ფიარია, მაგრამ მაინც იმოქმედა ჩემზე. იცით ვინ არიან ამ ჯგუფში? რასაკვირველი. პირადად იცნობთ? გადასარევად ახლა. არასოდეს არ ქონიათ ამ თემაზე საუბარი? არა, მე მაქვს ერთი თვისება. მე თუ შენ ძალიან მატკინე გული, მე აღარ გიცნობ. უბრალოდ, არ ვიცი ვინ ახარ. ამიტომ არ გეუბნები გამარჯობას და აღარ არსებობ ჩემთვის. აი, ზის 10 კაცი და 10-ში ზის ის ადამიანი, რომელმაც მაწყენინა. გამარჯობა. არ ვიცი ვინ არის და რა გავიარეთ. ცდილობენ ახსნას. ვერ ბედავენ მინდა გითხრა. ვერ ბედავენ. შეურაცხყოფას არ მოგაყენებ არასდროს, მაგრამ გამოგხედავ. გამოუვიდათ ანტიფიარი. რაღაცა ეტაპზე გამოუვიდათ ის, რომ ცოტათი ფარხმალი დავყარე. მაგრამ მე მაინც ავიკრიფე. ადვილია დაცემის შემდეგ წამოდგა? არა, ძალიან რთულია. და რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო რთულია. რა მოგცათ სტიმული? ჩემი საქმის ძალიან დიდმა სიყვარული. ადამიანის უმადურობა ხშირად გამოგიზრდიათ? ძალიან. რეაქცია გააქვთ? ეს იცი რა, ჩვენ პროფესიას თან ახლავს. ეს არასოდეს არ უნდა აკეთო სიკეთე, რომ ელოდებოდე იქიდან რამეს. არა, ეს შენ ქსიამოვნებს პირველ რიგში. როდესაც ვიღაცას ხელს უმართა. მაგრამ როდესაც უკუ ამბავი ხდება, ეს გტკენს გულს. შეიძლება არ ელოდები იმას, რომ აი მთელი ცხოვრების მანძილზე შენი მადლიერი იქნება, მაგრამ ახლა თლათ არავინ არ არისო, რომ იტყვის, ეს ბევრი არიან ასეთები? მე ვარო და მაგავაკეთე ჩემი თავიო. ბევრი არიან? არიან რასაკვირველია. ამ ადამიანებს აღარ იცნობთ? არა, როგორ არა. მე არ ვიცნობ იცი ვინ ადამიანებს, აი ხა გეტყვი, ვინც ხმამაღლა ტელევიზიით საგაზეთო ფურცლებიდან მატკინა გული. ვინც სამზარეულოში იჭორავა, ის ჩემზე არ მოქმედებს. საერთოდ ჭორაობა ჩემზე არ მოქმედებს. მაგრამ შენ თუ ეკრანიდან იძახი სისაძაგლეს, ან წერ ინტერვიუში, შენ ჩემთვის აღარ არსებ. პასუხს სცემთ ხოლმე? არავითარ შემთხვევაში. ჭორი არ ყოფილა, რომელსაც გული უდგენია? ჭორზე არასოდეს არ მაქვს რეაქცია. არასოდეს. ბოლო ჭორი გახსოვთ? არც მახსოვს. კარგი, რამე დარჩა რაც. ყველაფერი ნათქვა უნდა. არსებობს ადამიანი, რომელიც მარინა ბერიძეს ეტყვის, არ შეიძლება. მცდელობა არის ხოლმე. მაგრამ მე ვიძახი, მე ვარ კატა, რომელიც თავისით სადაც უნდა იგდადეს და ამას ვერავინ ვერ მოერევა. ასეთი ვარ უკვე. რა შეცვლით საკუთარ ხასიათში? ვერ გეტყვი, რომ არ მომწონს ჩემი ხასიათი. და ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონს ჩემი თავი. ძალიანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ყოველ შემთხვევაში ყველა მიცის, თუ მაწყენინა ამას აუცილებლად იგრძნობს,
თუ არ მიყვარს, ამას აუცილებლად იგრძნობს და თუ მიყვარს ხო, ნუ იმის იქით არ არსებობს. ასეთი მეგობრობა ვიცი მე. სამაგერო გადაგიხდიათ? შეიძლება ესე დალაგებულად და რაღაცა გათვლილად არ გადამიხდია, მაგრამ ყველას თავისი ყოველთვის რაღაცა პერიოდში თქვენგან აუცილებლად. გამოუსწორებელი შეცდომა დაგიშვიათ? დამიშვია. ერთხელ? რამოდენიმეჯერ. რას ეხებოდა? შეიძლება რაღაცა თანამდებობა, რომელზედაც არ უნდა წახვიდე და გინდება. კულტურის სამინისტროს გულისხმობ. არა. აი სუნთლად არტიმებს გულისხმობ. გინდება, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ყველაფერს შეძლებ და განიცდი ფიასკოს მალევე. ამიტომ ადამიანმა ცოტა უნდა იფიქროს, მე საერთოდ ვერ ვიგებ, რანაირად ხდებიან მინისტრები, რაღაცა ძალიან დიდ თანამდებობა. ეს ძალიან დიდი ფიქრის მერე უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. კულტურის სამინისტროში ხეთ, ჩემ სფეროში ვიყავი, ნამდვილად არ მინანია. როგორც კი მივხვდი, რომ ვერ ვარ სახში, წამოვედი კიდევაც. პირად ცხოვრებაში იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ისე გავაკეთებდი ყველაფერს. არაფრის შესვლა არ გდომებიათ? ვერ, შეიძლება მდომებია, მაგრამ ვერ. ნუ ვერ ვახტები რაღაცებს. მარტოობის გეშინიათ? ძალიან მეშინოდა და ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ არ შემშინებოდა. ეხლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ნამდვილად არ მეშინია. მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც გაქვს ძალიან დიდი ოჯახი, ბევრ ადამიანებში ხარ და მე რჩევი ასე თუ ისე მარტოკა, ამას ჭირდება შენ თავში ქექვა ჭირდება და მე უნდა მიხვდე, რომ მარტოობასაც ძალიან დიდი პლუსი აქვს. დიდი ხანი დაგჭირდათ ამის მისახვედრად? მე დიდი ხანი არაფერზე არ მჭირდება. ცოტა ხანი უნდა ჩავიკეტო და ადამიანების ნდობა დაგიკარგავთ? დამიკარგავს, აბა არ დამიკარგავს. ბევრჯერ? ბევრჯერ. და ადვილია შემდეგ ნდობის მოპოვება. ძალიან ძნელი. ახლა ენდობით ვინმე 100%-ით. პრაქტიკულად მე ეხლა ვენდობენ მხოლოდ ჩემ თავს. საკუთარი პრინციპებისთვის გიღალატიათ? არ მახსენდება. საყვარელი ადამიანის გამო? არა, ვერ ვღალატებ. ნუ რა ვქნა. ჩემ პრინციპებს ვერ ვღალატებ. ინტრიგის მსხვერპლი გავხდარ ხართ? მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ინტრიგა. პირველი ინტრიგა გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? რას ეხებოდა? ტანით და ზურგით გრძნობ, რომ შენს გარშემო რაღაცები ხდება და უნდათ რომ წყობილებიდან გამოგიყვანონ და რაღაცას აი ქსოვენ. და ეს იქსოვება, იმიტომ რომ ადვილად ესე ინტრიგას ან მიყვები იმ ინტრიგაში, რაც მინდა გითხრა არ არის ცუდი. და აი რაღაცა მომენტია ისეთი, რომ სტიმულს გაძლევს. თუ გრძნობ, რომ იმაზე ჭკვიანი ხარ. თუ გრძნობ, რომ ის ძლიერია, ცოტა გაშინებს ინტრიგაში გაყოლა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია გავყვე ინტრიგაში. ამიტომ უნდა იგრძნო, აი ზურგით უნდა იგრძნო, რომ დაიწყო ჩახვევა და მოქსოვა და მე უნდა თუ გაყვები და გაიმარჯვებ ხო კაი. თქვენზე ძლიერს მოუქსოვია ინტრიგა? მოუქსოვია, მაგრამ გააჩნია რას ვეძახით გამოუვიდე. მიზანს მიაღწია. წყობიდან გამოგიყვანათ მინიმუმ. ნუ კარგი, მიზანს მიაღწია, ვთქვათ, მიზანს მიაღწია. და ნუ აი ელემენტარულად გეტყვი, დავრჩი მარტო. ხომ ავდეგი. მიაღწია მიზანს და ხომ უფრო გავძლიერდი. ამიტომ გააჩნია რა კუთხით და საიდან შეხედავ ამ ამბავს. თქვენ შემთხვევაში ვინმე მიზანს მიაღწია? რასაკვირველია. ერთმა? ნუ ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია ერთმა. ოჯახს ეხება. ხო, იმიტომ რომ ეს მაინც ყველაზე დიდი დარტყმაა. ქონიათ საუბარი ამასთან დაკავშირებით იმ ადამიანთან? არა. თუ როდესმე შანსი მოგეცათ, თვალებს ჩახედავთ? არა. მე თვალებში აღარ უყურებ იმ ადამიანებს, ვინც ჩემთვის არ არსებობენ. მიიჩნევთ, რომ კარიერას უფრო მეტი დრო დაუთმეთ, ვიდრე ოჯახს? ძალიან არ მინდა ამის აღიარება. მაგრამ ალბათ უფრო ფიზიკური დრო შეიძლება არა, აი აქ დაუთმე ბევრი. ნანობთ? არ ნანობ. რაღაც არ გამოგეპარათ? გამომეპარა და ძალიან ბევრი გამომეპარა, მაგრამ მე ისეთი პროექტები მაქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან მასშტაბური იყო. რომელიც ქვეყნისთვის კეთდებოდა, რომელსაც უზარმაზარი ადრენალინი მოაქვს.
ამის დათმობა შენ თუ ამ საქმეს ემსახურებ, უბრალოდ არ შეგიძლია. შეგიძლია პარალელურად სადილი გააკეთო, გარეცხო, გააუთავო, ყველაფერი შეგიძლია. მე გეუბნები, აი აქ ხდება. ამას უფრო ტვინში უფრო მეტ დროს უთმობს სხვა რამეს. ნუ ახლა რომ მე ფუთფუთა და ვაიმე საყვარებ, ნუ არა ვარ ეგეთი ადამიანი, რა ვქნა. არასოდეს არ ყოფილი. ოღონდ არ წავიდეს და ვაიმე დედა ეხლა არ შემიძლია. ოჯახის შენარჩუნებისთვის ყველაფერზე უნდა წავიდეს. ძალიან ბევრი გამიკეთებია, მაგრამ მე ვთვლი და სულ მინდა ყველას უთხრა, თუ კი ბზარი ჩდება, უნდა გაეცალა. და არ უნდა დაიწყო აი ყველაფერზე წასვლა იმის გულისთვის, რომ ოღონდ შეინარჩუნო. არა. ქალი უნდა იდგეს მყარად ფეხს. სიყვარული ეს არის კარგი რამეა. კარგი მამოძრავებელი ძალა. ვერ გეტყვი რომ ეხა ბრწყვილაა და საყვარელია და ნაძვის ხის სათამაშოსავით არის. თავის ტკივილი მოსდევს, თავისი ბევრი რამე მოსდევს, უარყოფითიც, კარგიც, მაგრამ კარგი რამეა. აი ორი სიტყვით შემიძლია გითხრა. სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის? არა, რასაც არა. რამდენჯერ გიყვარდათ? მე მაინც არა ვარ ეხა მაგ ამბავში ძალიან ესეთი რა. ფართომად მასშტაბური. ერთხელ? ერთხელ და ფუნდამენტალურად. როდის ინგრევა ოჯახი? იუმორში გავატაროთ. არავინ არ უნდა შემოგიჩნდეს, ქალი. ქალი? ქალი ოჯახში არ უნდა შემოგიჩნდეს. მესამე პირი. მესამე პირი. გააჩნია იმ ქალს. თუ ის არის სუპერ ავანტურისტი და შემოდის, ხო არიან ქალები უნდათ კაცი და წავიდა, წამოვიდა 2-დან 3 საათამდე შეხვდა რაღაცა დაამთავრა. არიან რომლებიც შემოდიან აღარ გადიან. და არიან აბსოლუტურად ესეთი ავანტურისტები. მიზან მიმართულად უნდა რომ დაანგრიოს ოჯახი. ეს ძალიან საშიშია, მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს. დამარია ცუდი ქალი არ შეგვხვდეს. ანუ მესამე პირია ყოველთვის მიზეზი? არა. ის არის მიზეზი, რომ ქართულ კაცს არ უყვარს ძლიერი ქალი, არ უყვარს თავის გვერდში ძალიან პოპულარული ქალი. ბევრი რამეა, რომ კი აქ ეს ოხერის ადი, მაგრამ არ უნდა დღეს მაკარონი და უნდა რაღაცა საოცრება. და შენ არ გცალია მაკარონი ძალიან ჩქარა კეთდება. შენ წასასვლელი. ბევრი რამეა. არასოდეს არ არის ერთი მხარე დამნაშავე. ყოველთვის ორივე. მაგრამ მე მაინც პირველ ჩვენებას თავარია კაი ქალი შეხვდეს მესამე პირი. კარგი ქალი იყოს მესამე პირი? კარგი, კეთილი კარგი ქალი იყო. რომ ოჯახი არ დაანგრიოს? ხო, მე ცუდი შემხვდა. პირდაპირობამ ბევრ რამეს შეგიშალათ ხელი. ბევრ რამეში, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ გამაჩნია ტყუილის თქმის მომენტი. იმ წუთშივე უნდა მივახალო. თუ არ მივახლი, აი მთლიანად ჩემს სახეზე ისეთი ჩანს, რომ ჯობია უთხრა. აი როგორიც ვარ ისეთი ან უნდა მიმიღო, ან არ უნდა მიმიღო. კარიერაში წინსვლასთან ერთად მეგობრობით ჩამოგშორდნენ? რა საკვირველია ეს ხო ჩვენ თვისება არაჩვეულებრივი. წმინდათ? იცი რა, რაღაცა ეტაპზე სტიმულს გაძლევს. კიდევ უფრო მეტის გაკეთების. თქვენი რა შეცდომა არ გსურთ რომ გაიმეოროს თქვენმა შვილმა? ჩემი შვილი არასდროს არ გაიმეორებს ჩემს შეცდომებს, იმიტომ რომ რადიკალურად არის ხვანაერი ადამიანი. ის არის ძალიან რბილი, ის არის ძალიან თბილი, ის არის ბევრი შვილის დედა და აბსოლუტურად სხვა ცხოვრებას ეწევა და მე ეს მომწონს. ის ასეთ ბედნიერია. რაზე არ წახვიდოდით დიდი თანხის სანაცვლოდ? არ გავაკეთებდი იმას, რაც მიმაჩნია, რომ არ უნდა გავაკეთო. ვერანაირი თანხა ვერ მიშველის. ვერ გავაკეთებდი. და რო გითხრა, რომ ეხა ძალიანად შემოუთავაზებია ვინმე, ეს უკვე გარკვეულია. რომ მე არ ვიყიდები, მე ვარ მკაცრი, მე ვარ წუნკალი და ასე შემდეგ. მე არა ვარ პატარა გოგო. ყველამ ყველაფერი იცის. ამიტომ შენ ან გინდა ჩემთან ურთიერთობა, ან არ გინდა. კონფლიქტური ადამიანი ხართ? ნუ, ახლა შაქარი არა ვარ, მაგრამ აი რაღაცა სიტუაციაზე გამოვდივარ წყობილებიდან. ესე შეიძლება არ გეჩხუბოდა იქ ისტერიკა არ მოვაწყო, არასოდეს არ მომიწყია. მაგრამ გაგეცლები და მიგახვედრებ, რომ არც საფეფლე გისვრიათ?
არა, ჩემთვის უსროლიად, მაგრამ მე არ მისვრი. რაზე არ შეგიძლია თვალების დახუჭვა? არა პროფესიონალიზმზე პირველ რიგში ტყუილზე. ხშირად გატყუებენ? იცი რა, არის ისეთი ტყუილი, რომელიც ახლა გაატარებ ნამდვილად და ხანდახან შენ თვითონაც უნდა თქვა ტყუილი, რომ ადამიანს რაღაცეები შეუმსუბუქო, მაგრამ არის ფუნდამენტალური ტყუილი, რომელზედაც აი ვერაფრით ვერ დახუჭავთ. მაგალითად? აი ვიღაცა ძალიან ცუდად ღერის. კატასტროფულად. მაგრამ არის პერსონა, არის ფულიანი, იმას შენ თუ შეაქებ ძალიან ბევრს იხეირებ, მაგრამ ვერ შვები ამას. შეკებით ვერ შევაქებ ნამდვილად, სულ რო ჩემი აი სისხლი და ხორცი იყო. მე მაგ მეთოდი, აი ეს თვალებს დავხრი და გავჩუმდები. ესეც მივაღწიე გადასარევად და ხახაში არ ვეცემი და არ მეტყვი გეინაცვალე. აღარ იმღერო არასდროს. ეს ვიმეცადინე. ნუ აი ესე. თვალებს დავხუჭა. ნიჭიერება თუ პიროვნული თვისებები? პირველ რიგში ნიჭიერება, სადაც ხელიდან მივდივარ და სულ ვამბობ, რომ ალბათ რაღაცა დამაკლო ღმერთმა ნიჭის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს უკვე ყველა მიცის, შეშლილი ვარ სხვის ნიჭზე, მაგრამ ნიჭს უნდა მოყვებოდეს კიდე უამრავი თვისება და ძალიან ვბრაზობ, როდესაც ნიჭიერი ადამიანი ამას არ აკეთებს. ანუ შრომის მოყვარეობა, ბევრად მეტი განათლების მიღება, არაამბიციურობა, უნდა მოყვებოდეს ამას და მე ვიწყებ ჩხუბს თუ კი ის ჩემი ახლობელია, რომ შენ არ ახარ სწორი, შენ ეს უნდა გააღრმავო, ნუ არ ვიცი. კომპრომისზე ხშირად წასულხართ? ძალიან იშვიათად. რა შემთხვევაში მიდიხართ? თუ ვგრძნობ, რომ ეს კომპრომისი ისევ იმ ადამიანს ან იმ საქმეს გამოადგებ. იღბლიანი ადამიანი ხართ? ალბათ კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გავაკეთე ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ახლობლებისთვის, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანისთვის. ვარ კიდევ ფორმაში იმ ხრივ, რომ მაგ სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს და კიდევ იმის რაღაცა თავი, რომ კიდევ ერთხელ მოვიქნიო კუდი და ჩემი ქვეყნისთვის კაი რამე გავაკეთო. ეხლა მით უმეტეს აი ეს ბოლო წლები, აი მოდის ნიჭი ამ ქვეყანაში. მე ვამბობ ჩემ სფეროში. ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომ აი გასაგიჟებელი და ორი საგანძური გვაქვს ქართველებს. ეს არის ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა. აი თავს შევწირავ, რომ არ გახდებს ეს პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უნდა გახდეს. იმიტომ რომ ისეთი ბიჭები, პატარა ბიჭები მოდიან კლასიკურ მუსიკაში, რომ დიდი ხანია ესეთი ამბავი არ ყოფილა. ამას უნდა ძალიან დიდი ხელშეწყობა. და აუცილებლად სახელმწიფომ ამაზე უნდა იზრუნოს და არა გაუთავებელი რაღაცა შოუების მოწყობაზე. ყველა წელს გულისხმობ და ყველა მთავრობას გულისხმობ. ის არის საგანძური და ამას უნდა მიხდეს. საქართველოში ყოველი მეორე მღერის? ყოველი მეორე მღერის, მაგრამ ყოველი მეორე სცენაზე არ უნდა ავიდეს. დამთავრდა ეგ. თქვენთვის სამაგიერო გადაუხდიათ? ნუ გადაუხდიეთ, როგორ არ გადაუხდიეთ. ნუ მომაყოლებ. არასოდეს თქვა არასოდეს. ხო, არასოდეს თქვა არასოდეს. დამდვილ. ეთანხმებით? ვეთანხმები. ბოლოს ბოდიში რისთვის მოიხადეთ? საერთოდ არ მომიხდია ბოდიში. არავისთან? არა. არასოდეს? ნუ გააჩნია, ხა შეიძლება შვილიშვილს მოუხადო, შვილს მოუხადო. ახლა ამ გლობალურად გიჭირთ ბოდიშის მოხდა? მიჭირს. თქვენი სახელი პოპულარობისთვის ვინმეს გამოუყენებია? მე ეგ ძალიან უმნიშვნელო თემად თუ გამოადგა ჩემი სახელი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ახლა ექიმთან თუ შეხვდა, ეტყვი რომ მარინა ბერიძის ბიძაშვილი ვარ და მომხედე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. იცნობთ ადამიანს, ვინც თქვენზე ჭორებს ავრცელებს? გუნდია? გუნდია დიდი? ნუ არის ყოველ შემთხვევაში. გუნდუშკა. არც ამ ადამიანებს არ იცნობთ? ვიცნობ ყველას. მე შეიძლება ვინმეს აღარ იცნობთ. აღარ ვიცნობ. რა არის თქვენთვის ამორალური საქციელი? ქვეყნის ღალატი პირველ რიგში. საქმისადმი ცუდი დამოკიდებულება და ჩათვალე რომ საქმისადმი ღალატი. მოდი ესე ვთქვათ. საერთოდ ღალატის თემა
არის მიუღებელი. მეგობრობაში, ოჯახში, სიყვარულში, საქმეში, ქვეყანაში, ყველაზე საშინელი მე ასე მგონია, რომ არის ღალატი. მეგობარს უღალატია? უღალატია. რაღაცა ეტაპებზე ყოველთვის იყო რაღაც თითო ოროლა, მაგრამ არის ეტაპი, როდესაც ეს ხდება კოლექტიურად. და უღალატია. რისთვის ეს სხვა საკითხია, რა საკვირველია, ამ შემთხვევაში ჯობია შენ თავთან მარტო დარჩე და არ იფიქრო, რომ შენ გადასარევი ხარ და ამიტომ მოხდა ეს. მაინც შენ თავში უნდა იპოვო ეს შეცდომა. იპოვეთ? რა საკვირველია, სხვანაირად ვერ დავდგებოდი ფეხს. ცეცხლი უკამლოდ ჩდება? არა. ენას სვალია აქვს? არა აქვს. სხვის დასანახავად არ ტირით? ძალიან იშვიათად. ბოლოს როდის იდირეთ გახსოვთ? მახსოვს, მაგრამ არ გეტყვი. ვის შენიშნავს ითვალისწინებთ? ჩემზე ჭკვიანი გონიერი და პროფესიონალური ადამიანის. ბევრი ყავს ასეთი? ყავს, თქვენს სფეროში. ყავს. პოპულარობამ რა უარყოფითი მოგიდანათ? როდესაც შენ ხარ პოპულარული, ამას ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ძალიან ბევრი და პირველ რიგში ხალხის სიყვარული. იმიტომ რომ ქუჩაში გადიხარ, შენ გძნობენ და შენ უყვარ ხარ. ნამდვილად ამას გძნობ, მაგრამ სამაგიეროდ ხარ მიზანში ამოღებული და ეს მიზანში ამოღება, აი დაწერე ელემენტარულ გეუბნები სოციალურ ქსელში რაღაცა შენი აზრი გამოთქვი, უნდა დაგესიოს 100 კაცი, ეხა ვიღაცა ქიბროწაშვილი მანანა თუ ხარ, არ გესება, არავინ. ფარხმალი როდის უნდა დაიყაროს? არასდროს. არ ქონიათ მომენტი რომ დაგიყრიათ? ქონია რაღაცა პატარა პერიოდი, მაგრამ აქაც მე ვამბობ, რომ მე ღმერთმა გამომიგზავნა მთელი ჩემი ცხოვრების პერიოდის განმავლობაში გონიერი და ჭკვიანი ადამიანები. ისევ ადამიანს გამოუყვანი ვარ ამ მდგომარეობიდან და ის აუცილებლად ჩემზე ძლიერია, ჩემზე ჭკვიანია, რომლისთვისაც მე ძვირფასი ვარ და რომელსაც არ უნდა მე რომ ასეთი დამინახოს. ამიტომ ის ყოველთვის ცდილობს, რამოდენიმე მყავს ეგეთი ადამიანი და ისინი ბევრად ჩემზე ახალგაზრდები არიან და მე ვიძახი რომ ეს ცი რატო ხდება? მას უნდა რომ ჩემ ასაკამდე რომ მოვა ასეთი მაგარი იყოს, ხდები. ამიტომ ძალიან არ უნდა მე რომ დავეცე. იმედგაცრუება. ცუდი რამე. ხშირია? ხშირია. მინდა გითხრა ყოველი მთავრობის შეცვლის და ახალი მთავრობის აბსოლუტურად აპოლიტიკური გადაცემა გვაქვს ხა მე და შენ და საუბარი, მაგრამ ნუ გგონია რომ ვაიმე დედა გვეშველა, მაგრამ და მაინც არ გვეშველა. და გაუთავებლად არ გვეშველა. ეჭვიანობა? ნუ ვერ გეტყვი რომ არ ვარ ეჭვიანი, ვარ. ეჭვიანი ვარ მეგობრების მიმართაც, ეჭვიანი ვარ ოჯახშიც, ეჭვიანი ვარ საქმის დამი. ნუ მაქვს ეს თვისება, მაგრამ ამასაც მეცადინეობ რომ არ გამოჩნდეს. არ არის კარგი ეჭვიანობა. არ არის კარგი. ცოტა უნდა გაატარო ბევრი რამე ალბათ. რაც არ შეგიძლიათ. არ შემიძლია. ყვითელი პრესა. არსებობს პროფესიონალების მიერ შექმნილი ყვითელი პრესა და არსებობს ისევ იქ მივდივარ. მაგიჟებს არაპროფესიონალიზმი. აი უაზრო ყვითელი პრესა არის საშინელება და თუ კი იქ ვიღაცა გონიერი ადამიანის ტვინი ურევია, ის შეიძლება გახდეს რაღაც აი სხვანაირი და მოქნილი. მაგრამ ეხლა აწყო რაღაც ერთ ფეხსაცმელზე ამბავი, ნუ იყო სათაური რომელმაც წყობიდან გამოგიყვანეთ. ნუ სათაურებში ხო გენიოსები ვართ, არ მახსოვს. თქვენზე. ხო, როგორ დატოვა რაღაცა, როგორ ესროლეს საფერფლი, რაღაც აოცრებები. იყო რომელიმე რომელმაც გული გატკინა თუ რეაქცია არ ქონდა? არა, ის ზუსტად ყვითელ პრესაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. რაღა დრო ჩემი რეაქცია, ცოცხალი არ უნდა ვიყო, ხა რეაქცია რომ მქონდეს. ვინმე ფიზიკური ანგარიშწორებით დაგმუქრებია? როგორ არა? ბევრჯერ? ციხით, 20 წლიანი ციხით, რაღაცა უზარმაზარი ფინანსური დარღვევა, ნუ ყველაფერმა გადაიარა. გემუქრებოდნენ? საქმეები კი არ იყო აღძრული. შეგეშინდათ? არასასიამოვნო გრძნობა, ძალიან ცუდ დროს მომიწია ყველაფერმა. აი იცი რა, რაღაცა რო დაგემართება, აი ამ დროს რო
ვისაც არ უყვარხარ და ვისაც ანგარიშწორება უნდა ყველა ერთად რო დაგესება, ნუ ძალიან ძნელი. ერთი პაწაწონა ქალი ვარ. სახლიდან გარეთ არ გამოდიოდით? არა, ეხლა ეგეთი მშიშარაც კი არა ვარ კაც. პირიქით გავდიოდი ჩაცმული, დახურული, დახატული, ყველაფერი. ასაკის მატებასთან ერთად რა გადააფასეთ? ერთ რამეს მივხვდი, რომ ასაკში არანაირი ხიბლი არ არსებობს. აი რო ძახენ ყველა ასაკს აქვს თავი, იცი რა, რო გტკივა, არანაირი ხიბლი ამაში არ არის. და მოდი შევთანხმდეთ, ასაკი კარგია იქამდე სანამ ჯამრთელი ხარ. და აქ ეს დანარჩენი სისულელია. უნდა გიხაროდეს გათენება და უნდა იყო ჯამრთელი. გიხარიათ გათენება? აბრა. ცხოვრებისგან უფრო მეწელოდით? მთელი მსოფლიო ადამიანები ელოდებიან რაღაც ასაკს, რომ გავლენ პენსიაში, წავლენ ვენეციაში, წავლენ პარიზში, წავლენ მეტროპოლიტენ ოპერაში სპექტაკლზე და იცხოვრებენ, იმიტომ რომ იმათ აქვს გარანტირებული სიბერე. აი მე პირადად მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ ასეთი იყოს ჩემი ხანში შესვლა. დღეს ჩემ ასაკში ვნერვიულობ. ვიღაცას მოეპრიანება და რუსთავი 2 აღარ გვინდაო და სამსახური არ მექნება, მე და კიდე 1000 კაცს, რომელიც აქ მუშაობს. აი, ხვდები ეს არასტაბილურობა იმას ვერ გაკეთებინებს, კიდე რისი გაკეთებაც გინდა. და გაღელვებს ის, რომ მაგ მე პირადად 45 წლის უწყვეტი სამუშაო სტაჟი. რამდენი წლის ხარ არ გეკითხები. 45 წლის. და ხვალ რომ ვიღაცას მოეპრიანოს. და თქვას რომ აი მე როგორ დამღალა ამ ქალმა, წავედეს რა სახში. აღარ მინდა. მე უნდა მქონდეს 160 ლარი პენსია, რომელიც არაფერში არ ყოფნის დაწყებული, იმიტომ რომ ეს გტკივა წამალიგინა რაღაცა წნევამ დაგარტყა ამბავი და უნდა იყო დაჩაჩანაკებული, უბედური, შემყურე. შენი შვილის მე რომელსაც მანეთი არასოდეს არავისთვის არ გამომირთმევია 18 წლის ასაკიდან მუშაობ. როცა უკან ვიხედები. მაგარი გოგო. ნამდვილად. არის თემა, რომელზეც საუბარი უხერხულობას გიქმნით? არანაირი თემა არ არის ჩემი. აბსოლუტურად გაგაფთე? ძალიან